ბათუმში მომხდარი ინციდენტის შემდეგ უფლებადამცველები ხელისუფლებას კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები კანონმდებლობაში გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის განსაზღვრას მოითხოვენ. 10 ივნისს მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა როგორც ირკვევა ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებულმა პირმა ქვეყნიდან წასვლა მოასწრო. 27 წლის გოგონა, რომელიც ყოფილ ქმარს ცემასა და დაჭრაში ადანაშაულებს, მრავლობითი ჭრილობებით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ბათუმში მცხოვრები 27 წლის ქალი ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლია. მას ყოფილი მეუღლე ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულს თავის არესა და კიდურებზე ბასრის საგნით მრავლობითი დაზიანება აქვს მიყენებული. ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილ მეუღლეზე ადრეც ძალადობდა. იგი მომხდარის შემდეგ მიიმალა და თურქეთში გადავიდა. გონება დაბინდული იყო, მათი ინფორმაციით და მათი გადმოცემით, პოლიციელების გადმოცემით, ეს პაციენტი იპოვეს სასაფლაოსთან ახლოს და პაციენტი ჰოსპიტალიზებული იქნა რეფერალურ საავადმყოფოში. მომხდარზე მკვლელობის, მცდელობისა და ოჯახური ძალადობის მუხლით გამოძიებაა დაწყებული. ანალოგიური პრობლემა, როგორც სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, ხშირია. ქალები დახმარებისთვის სპეციალურ სამსახურებს უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ. მათი თქმით, წინა წლებთან შედარებით მიმართვიანობა გაზრდილია. ის სერვისები, რაც საქართველოში არსებობს, ვეღარ პასუხობს იმ საჭიროებებს, რაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს აქვთ. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკები იყვნენ ჩართული ასეთ შემთხვევებში. არ არსებობს მათი ეკონომიკური გაძლიერების ან თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამები. კანონის გამკაცრებისა და ტერმინოლოგიის დახვეწის საჭიროებაზე საუბრობენ მესამე სექტორში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული დამცავი მექანიზმები არასაკმარისია და კანონში ფემიციდის მუხლი უნდა გაჩნდეს. კვლევიდან გამომდინარე, რომელიც საიამ მოამზადა, ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ ეს ქალთა მკვლელობები და ქალთა მიმართ ძალადობა ყოფილიყო დამამძიმებელი გარემოება, რაც იქნა ვთქვათ ინიცირებული პარლამენტში ფემიციდის მუხლის გაჩენის სურვილი იყო, თუმცა პარლამენტის მიერ ეს ცვლილება არ იქნა მიღებული. ომბუდსმენის ინფორმაციით 2015 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების მიხედვით ოჯახში ძალადობის 2726 ფაქტი გამოვლინდა. არასამთავრობო ორგანიზაციები კი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით საკანონმდებლო ორგანოს ახალი პარლამენტის დაკომპლექტების შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართავენ.